ბატონო და ვიღებ შენს მას რა ქვია აქსესუარების გასაკეთებელ რაღაცებს. ის ძაფი არა მაქვს. არა უშოს და მე რა ვიყიდოთ. ესენი ვინ არიან დედა? ეს ხარშენ ვარსკვლავი კამერაცი, ეს მე წითელი კამერამაცი და მამასაც დავხატავა. კაი დედა. ვინ არიან? ოჯახი არის და ეს კიდე ბუშტი არის. ვითავითა მოყიდა დედამ და მამამ ბუშტი შვილი. და ეხლა მამასაც დავხატავ. რა ფერი გინდა შარვალი რომ გავფერადო შავი? შენ რა ფერიც გინდა? კარგი. ჩემი რეკომენდაცია ამკითხეს. კიშტები. შევეცდეთ მოიწადა ძალიან. გავაცხელო. ესე იგი გამწოვი ყოფილა ხალხო ბედნიერება. აუცილებლობა. და ყველაფერი კარგი. ხო, თმები შესაღები გვაქვს. შესაღები რა შამპუით რო ვიბანიმით. და სხვათა შორის კარგად მიძლებს. აი გაოცებული ვარ ყოჩა. კარგად გამოვიძინეთ, ძალიან გვიან დავიძინეთ, არიქა შაბათი დილათენდებაო და გადავასკდით ღამის 2-ამდე კაცისთვის არ დაგვიცინია. შესაბამისად კარგად გამოძინებულები კი არ ვართ, გვიან გავიღვიძეთ. ანუ რეალურად ადრე რომ წვებით ხო, ისევ დგები და ნუ თავის დროზე გავიღვიძეთ მაინც, რა უბრალოდ უკვე მართლა გვიანია. ხო და ვაიმე დედა თვალი გავახი ჩაბნელებული ესახლი. ჩვენ ტრადიცია გვაქვს რომ აუცილებლად უნდა ჩაბნელდეს ყველაფერი, როცა არის შაბათი, გადაიწიოს პარტები და აი რა უკუნიჩი ვარ. და დრო გავიხელია თვალი, ვერ გავიგია რომელი საათი იყო გათენდა, არ გათენდა. ხო და ავდექი მე მარიკოს რძე აუდუღე ხა გრილდება. ჩემთვის კი ხედავთ. ის კერძიც გავაცბე. გუშინ დედას ვესაუბრე და მე ვთხარი დედი კომეთქი. აპირებ ყვება შევცვალო, იმიტომ რომ თაფლი ხოვა ესე ველაპარაკე. გვანცა. მოეშვი ხინკლის ქვაბებით სირბილ სახლში. დადებით. ნუ აკეთებ შირად. ვინმე მიცით ჩემი თმა მარჯვნივ რატოა გაქცეული აკეთყარ. რომ გონია გოგოებო რომ არიქა და წამლებს ვამ და უკეთესად უნდა გავიღვიძო წესით, ისევ თავიდან მეწყება ეს გაშიშებული წელი და ტკივილები. არა და ამ დროს რამდენი მედიკამენტს ვყლაპავ. აი რამდენ რამეს იწევს წყუნა გოგოებო, რამდენ რამეს. უბრალოდ იწევს კი არა, უფრო ალბათ აღრმავებს ამ პრობლემას რა ალბათ. ზოგი იწევს, მაგრამ დიაში ბევრი რამე აღრმავებს. გუშინ ვიხსენებდი ხიზაბავრაში რო ვიყავი, აი სუ თავიდან რო გავთხოვდი და მარიკო ძალიან პაწაწუნა მყავდა. გუშინ გავიხსენეთ რამდენი კითხვები იყო ჩემთან, რომ რატო ვიყავი ხიზაბავრაში და მტკიცებით ფორმაში რო მწერდნენ როგორ მახსოვს. აი გოქوارს დაშურთაო. ვაიმე როგორ მახსოვს თან მაშინ ძალიან მომხვდა გულზე კომენტარები და ვიდეოც ჩავწერე მაგაზე მერე. რადგან არ ჩანდა ვიდეოებში ჩემი. აი ბევრი რამე გავიხსენეთ გუშინ. სოციქსელის რაღაცეები.
გასახსენებელი კი არა, ყოველდღე გასახილველია ესეთი რაღაცები ხდება, მაგრამ გეხოცებით რა. აუცილებელი არ არის ყველას ქმარი ეკრანზე ჩანდეს გოგოებო, ან ყველას ცოლი. არ არის აუცილებელი და ეს გადაბჟირება კიდე რო არის ხადა უეჭველი უნდა ჩანდეს და რას ქვია არ ჩანს და ალბათ ერთად არ არიან და ისინი ძალიან ზედმეტია, აი ძალიან ზედმეტობა. საუბრის დროსაც მედიაში უნდა მიხვდე რა, ერთად არიან, არ არიან, შეიძლება საერთოდ არც ახსენოს კაცო ამ ადამიანმა. როცა არ უნდა და მორჩა რა. ეხლა მე რო ვიცი რომ ჩემს მეუღლეს არ უნდა და ეს თან კატეგორიულად არ უნდა, არც კი მიფიქრია რომ აი ხა დავდგები და რაღაცა. არც კი ვაიმედით, ამან გამაგიჟე ხალხო რანაირად. არც კი მიფიქრია, ერთხელ კითხვა-პასუხზე დამთახდა, ვიყავით ხიზაბავრაში, როგორ მახსოვს და არც ჩანდა, ოღონდ ხმა ისმოდა, ისიც აი ყური რომ დაძაბო და გაიგო, აი ამას დათანხმდა. არ უნდა და და სხვადასხვა ფოტოებზეც რომ დამთანხმდა, ისე გამიკვირდა ხალხო, აი მართლა რო ყბა ჩამოგვარდება, ხო იცით? ძალიან გამიკვირდა მაგაზეც რომ მეთქი ყოჩა წინ წავ სულ ვართ მეთქი. რა თქმა უნდა ოჯახურ ვლოგებს უფრო მეტი მნახველი რო ყავს, ხა კი ვიცი ჩვენ ხომ ბუნებრივია, როცა ბევრი ადამიანი ჩანს კადრში. მაგრამ რო არ უნდა ხა ძალით ხო არ იმას იზავ რა ქვია კამერით დევნას ვყავ და უცხებ ძალით. ნუ აი ხო რა სიმდაბლეა რა ძალით გადაუღო ადამიანს რო იცი არ უნდა და მისი ხმა ისმოდეს რო იცი არ უნდა და რაღაცა აიღო გაგიჟდა რო გაიგოს რომ რაღაცა ჩუმად დასდევს ცოლი ნებისმიერი ქმარი გაგიჟდება ხო ჩუმად და უღებს იმიტომ რომ აუიღებ ნახვალები მოემატოს თუ რა ვიცი რაღაცა ეგეთი დასასრულელი არის მომენტი როცა ვიღებ თუცა იმ მარიკოსთან ერთად არის და რაღაცა ორ წამიან კადრს მაგრამ ისე რომ დაჯდეს და არის ხა რაღაცებს ვისაუბროთ და ეს გადავიღოთ ამ ეტაპზე დაახლოებით 6 წლის თავზე მაინც წინააღმდეგია ასე რომ მისინება თუმცა რა თქმა უნდა მინდა რომ მოუნდეს მაგრამ ვიცი რომ არ მოუნდება ნუ ყოველ შემთხვევაში აი ეს ერთი წელი მაინც არ მოუნდება და ვერ გეტყვით ვიცი მე ვერ გეტყვით მე მგონია, მაგრამ არ არის რა, ეს სოციალური ტიპი არ არის. არიან კაცო ადამიანები, რომ მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ყველა ერთვება ოჯახში. ხა ძალიანაც მინდა მაგალითად რაღაცა ბევრი კადრი გაჩვენოთ, თუნდაც დედამთილი რაღაცას ამზადებს, რაც ძალიან მიყვარს და მომწონს, ან როგორ უვლის ყვავილებს, რაღაცა შეიძლება შორი კადრი დაგანახოთ, ან რაღაცა ორწამიანი კადრი გაიქცეს, მაგრამ ისე რომ დადგეს და რაღაცა იმ როგორც ინტერვიუ ისი ავიღოთ და რაღაცებზე ვესაუბროთ, ავიცი არც მას არ უნდა, ამიტომ ძალით ვერაფერს ვერ ვიზავთ მეგობრებო და მიჭერეთ. აი მე დედა ამდენი დედა ვთქვი ამ ბოლო პერიოდში ღმერთო. თუმცა შეიძლება დედამთილის უფრო დათანხმება შესაძლებელია. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დედამთილის ფოტოს გადაღებაც არ უყვარს, ანუ აი რა ვიცი, დედამთილის მარიკოსთან აქვს ფოტო გადაღებული, მგონი 3-ჯერ 6 წლის მანძილზე რომ მოთვალო. ანუ ძალიან არ უყვარს ფოტოების გადაღება და ამაში გავს ჩემი მეუღლე ძალიან, იმიტომ რომ ჩემი მეუღლეც ფოტოების გადაღება, ნუ აი არ უყვარს რა. ძალიან გვანან ერთმანეთს ამ ხრივ. და ხა მე კიდე ყველა კუთხეში ფოტო რომ მინდა და ვიდეო არის ხალხი კაცო სულ არ უნდა და ჭაღრაკიდას რო აწყობდით ყველა კამერით შევასკდებოთ ხანი გიტყარ ტაფაზე ხარა გეტყანი ამას ყველას ვერ სთხოვ და ვერც მოსთხოვ ბუნებრივი თორე მეც კარგად ვიცი ვინ უნდა ჩანდეს და რა დოზით ლამაზია და ძალიან რო აი ბევრი ვიზიტორი ყავდეს რა ვიდა არ არის რაც არ არის ძალიან კარგი ოჯახური კონტენტები ზოგადად
ოღონდ ეს ცოტა დახვეწილი ოჯახური კონტენტები რო არის ხოლმე და არა ვთქვათ აი რაღაცა არაესთეტიური კადრები რო არის, დიდად არ მომწონს ხოლმე. აი უფრო ესთეტიური კადრები რო არის, სადაც სასიამოვნო საყურებელია რაღაცები. ოღონდ ბუნებრივი მომწონს და არა აი დადგმული ხვდებით, რომ აი რაღაცა რო დადგამენ რაღაცას არ მომწონს. აი ბუნებრივი ძალიან მარტივი, აი მაგალითად ძალიან მომწონს ნუკი კოშკელიშვილმა რო დაიწყო YouTube არხი. ვერ ვიტყვი რომ ყოველდღე ვუყურებ, ძალიან იშვიათად ვადევნებ თვალს, მაგრამ ნუ მაინც ხანდახან გადავხედავ ხოლმე მთლიან ვიდეოსთვის არ ძალიან, მაგრამ რამდენიმე წუთით მაინც გადავხედავ ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ ნუკი კოშკელიშვილი ამ ვიდეოებით კიდე თავიდან დაიბადა როგორც ადამიანი, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობდით. ჩვენ ვიცნობდით რაღაცა მის სხვა მხარეს, ხო? რაღაცა ეკრანის მხარეს ვიცნობდით, ტელევიზიის მხარეს ვიცნობდით და აი ეს ოჯახურ მხარეს როგორ და რა. ამას დიდად ჩვენ არ ვიცნობდით და სხვადასხვა ძალიან მომწონს მისი კონტენტი, იმიტომ რომ არ არის დადგმული, ძალიან რაღაცა მარტივი საყურებელია, მით უფრო რომ ძალიან ჭკვიანი გოგოა და არ არის რაღაცა მარტივი გოგოები რო არიან, იცის რა უნდა, რაზე საუბრობს, რა უნდა გააკეთოს. ნუ ბენი ხო საერთოდ ძალიან ისეთი ტიპია, ვისაც ძალიან უხდება ეკრანით და ზოგადად არ უჭირს კომუნიკაცია და მოკლედ ძალიან კარგი თაიგულია, ასე რომ ვთქვათ, ეკრანისათვის ეს წყვილი რა. და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ესეთი მარტივი საყურებელი ვიდეოები ძალიან მომწონს. ამ დროს შრომა არის ჩადებული ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ მარტივად გაწვდიან რა. და ძალიან მომწონს. ამის გარდა კიდევ ვუყურებ ერთს, მგონი საფრანგეთში ცხოვრობს. აი მე მუფალო. მასაც ესე იშვიათად, მაგრამ მაინც ოჯახით ცხოვრობს. ენის ბარიერი აქვს რა, არ მახსოვს სახელი, ვერ ვიხსენე, ბატონო და ბატონო. მოიცა დედიკო, ეგრე არ მოხვიდე დედიკო. ეგრე შიშველი ნუ გამოვეცხადები. ოჯახით ცხოვრობს. და ძალიან კარგი კონტენტი აქვს და ძალიან მომწონს, აი ძალიან მომწონს, როცა სამზარეულოში ფუსფუსებს, ძალიან საინტერესო ვიდეოები აქვს და მისი ყურება ძალიან სასიამოვნოა, თუმცა მე ცოტა მიკვირს ის, რომ არ ყავს დიდი აუდიტორია, აი ბევრად დიდი, ვიდრე იმსახურებს, იმიტომ რომ აი იმდენად დიდ აუდიტორიას იმსახურებს და ესეთი კარგი ვიდეოები აქვს, რომ ცოტა უცნაურია ხოლმე რა იცით, ასეთ კონტენტებს რანაირად უნდა ყავდეს ხოლმე, ცოტა გავამწერი, არ ვიცი. ძალიან ცოტა არ ყავს, მაგრამ ის ხარისხი, რასაც დებს ხოლმე და როგორი საინტერესოც არის, ხო, ზოგადად ამ ფონზე ცოტა მიკვირს ეს აუდიტორია რა. ხო და ვერ გაიგებ რა ინტერესებს. თქვენ სწორად ამიწერეთ, უფრო ასე სკანდალური ვიდეოები აინტერესებთ. ასია, პური და სანახაობაო, ხო იცით რა რაღაცა დაახლოებით ეგრეა რა. ეგ აინტერესებს. და ცოტა ნახეთ, აი ინფლუენსერები რო არიან და ეხლა ყველა YouTube-ზე გადმოვიდა და Facebook-ზე, იმიტომ რომ შემოსავალია, ხო? და მათთვის უფრო მარტივია კიდე შემოსავალი, დადებენ კვირაში ერთ ვიდეოს და აი მიფრინავს იმდენი ნახვავთ, იმიტომ რომ TikTok-ზე მოყვებიან ამ ინფლუენსერებს და თავისთავად TikTok-დან მერე გადმოდიან YouTube-ზე და ბუნებრივია უფრო სწრაფად აგროვებენ აუდიტორიას, მე რომ 2 წელი მოუნდები და უშუალოდ 3000 კაცს, ისინი რა ვიცი, ერთ კვირაში 3000-ზე არიან და კიდე აურაღა ძალიან ცოტა მყავს, ხალხო იაქტიურეთ და რაღაცა რა. იმიტომ რომ ნუ TikTok-ზე ყავთ ძალიან ბევრი გამომწერი და თან ნახეთ გააჩინე ხა რა კონტენტი აქვს და იმას გააჩინე კიდე რა სეგმენტი უყურებს და ეგენი თვლიან უფრო პატარა ასაკის აუდიტორიაზე. ეხლა TikTok-ზე ძირითადად უფრო
პატარა ასაკის აუდიტორია უყურებთ ხოლმე რა, აი რა ვიყიდე, განყუთოთ ჩანთა და მოდი ეს ვიყიდოთ და მოდი თემოდან ეს გამოვიწოთ და ამ კონტენტს უყურებს უფრო პატარა ასაკი თავისთავად. შესაბამისად, ეს პატარა ასაკიც მოყვება YouTube-ზე და მათთვის არის ძირითადად უფრო გათვლა და შესაბამისად მოგებაში არიან. და უფრო მეტი ვნახველი ყავთ, უფრო მეტი გამომწერი ყავთ და ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ჩემ შემთხვევაში ასე არ არის, იმიტომ რომ ჩემი YouTube კონტენტი მაინც და მაინც ძალიან პატარა სეგმენტზე არ არის გათვლილი, იმიტომ რომ მათ უფრო სხვა რაღაცები აინტერესებს, რასაც აძლევენ ის თავისი ადამიანები, ვისაც უყურებენ TikTok-ზე რა, ეხლა მე ყოველ დღე ვერ გამყუთავ საჩუქრებს, მე რაღაცა ყოველ დღე რაღაცა მაზებს და რაღაცებს ვერ გირჩევთ, მე ყოველ დღე მოდი აქ წავედით, იქ წავედით და პროცედურებზე დავწვეთ, ვერ დავწვები, იმიტომ რომ მე ამ ცხოვრებით არ ვცხოვრობ, შესაბამისად ამ კონტენტს ვერ შემოგთავაზებთ და რომ მქონდეს ეს ყველაფერი, აუცილებლად მადევნებდა თვალს პატარა ასაკის ადამიანებიც ბევრად. როგორც არის თინეიჯერული ასაკი. ან ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები ასე რა. ამიტომ ხო, ცოტა რთულია ხოლმე აუდიტორიის მოზიდვა რა ამ კუთხით რა, იმიტომ რომ მათთვის ეს მარტივია, ხა 3000 კაცი მათთვის ერთი კვირის ამბავიც არ არის და მე რამდენი ხანია ხო, რომ რაღაცა გაგროვებთ და რაღაცა ოჯახად ვართ და მათთვის ეს 3000 ყავთ რა და მიფრინავენ ასე რა ვთქვათ რა, ეგრე ხდება. ითამაშე და ხო და ვერ გაიგებ რა, რაღაცა ძალიან ისია რა. მაგრამ თავარი მათთვის რა არის, ხო, რომ ის აუდიტორია გადაყვეს YouTube-ზე და მიყვებიან კიდეც, ეს საჩვეულებრივი ამბავია, მიყვებიან კიდეც, რა თქმა უნდა. და მე რაც პირობითად ერთ თვეში უნდა გამოვიმუშაო, მათთვის შეიძლება იყოს ეგ ერთი 5 დღის ამბავი და ერთი კვირისაც არ, უფრო ნაკლებისაც და კარგია, რომ ბევრი გადამოვიდა YouTube-ზე, უფრო მრავალფეროვნება, უფრო მეტი რეკლამები ჩაეშვება, უფრო მეტი აქტიურობა იქნება, რაც უფრო აქტიურია, ხო, YouTube-ია თუ Facebook-ია თუ რა არის, უფრო მეტად კიდე ხდება ბევრი რამ და აუცილებელიც ახლა 3 ვიღაც რო იღებს მარტო დიდად შეიძლება არც არავინ დაინტერესდეს, რომ ბევრი რეკლამები ჩაუშვან და როცა დიდი აუდიტორია და ძალიან ბევრი ადამიანი ერთვება ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ფიქრობენ, რომ მეტად ჩადონ ფული რა. ასე რომ ძალიან კარგია ეგ ამბავი. ძალიან მწყდება გული, რომ ნათი საბოლოოდ ასე ვთქვათ, YouTube მიატოვა, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ მის ყველაფერს თუ გადავხედავთ, ალბათ ვერანაირად ვერ მოუხერხდება, იმიტომ რომ ისეთი სამსახური აქვს დილ და საღამომდე, რომ ერთ ადგილას ხარ, კი შეუძლია რაღაცების გადაღება, როგორ არ შეუძლია ხან სახლშიც არის ხანის, მაგრამ იმდენად იღლება, რომ ურჩევნია, რომ თქვათ ის დასვენების მომენტი გამოიყენოს ძილისათვის, რაღაცა მეგობრებთან ყოფისათვის, ნუ მოკლედ რა. ძალიან ალბათ არ უნდოდა, თორე რა ლამაზი ხარ. მოსული ვარ დედა, მითხარი. მოდი ჩემთან. არა დედიკო, რაღაცა უნდა დავასრულო და მერე მოვალ, კარგი? კარგი, ჩამომიღე. აი მე მიშველეთ, რომელი დედა? არა დედიკო, ის პატარა ბაიების არის. ცელოფანი რო კიდია მაღლა, ტანსაცმელი? არა დედიკო, ის ახალდაბადებულის ტანსაცმელია. მას როგორ ჩაიცვა? ალბათ ძალიანაც არ მოინდომა, თორე აუცილებლად გააკეთებდა რა. თან აი ისეთი მხარდამჭერი ვყავდი ნათის, რომ ძალიან კარგად მოაგროვებდა გამომწერებს და რა ვიცი, მილიონი მადლობა კიდევ ერთხელ და რამდენჯერ მომიხდია თქვენთვის. მადლობა და სულ ვფიქრობ, რომ აი ახლა დაიწყებს, მაგრამ ნუ ვერ რა. თან რა არის, იცით, დამონტაჟებასაც სჭირდება დრო, ცოდნა და რო დაამონტაჟო, როგორ დაამონტაჟო, რანაირად ხო ამასაც სწავლა უნდა და ამასაც დრო უნდა და მეც რამდენი მიწვალია ხანვის ვთხოვდი, ხან რაღაცას ვერ ვამონტაჟებდი. მე საბოლოოდ ვისწავლე, მაგრამ ამასაც დრო უნდა, ნერვები უნდა
და ალბათ ისე ძალიან არ უყვარს ეკრანი და ეს ყველაფერი, რომ ამას შეეჭიდოს რა. მაგრამ ჩემი საბათო დაიწყებს YouTube-ს, რომელიც მე გირჩიეთ და საოცარ ვიდეოებს დებს და ძალიან მომწონს Facebook-ზე რა კონტენტიც აქვს და გადმოვა YouTube-ზე, რა თქმა უნდა, აუცილებლად მოგმართავთ თხოვნით, რომ ამ ადამიანს შეუწყოთ ხელი განვითარებისათვის, იმიტომ რომ ასე არ მიატოვებს. არ მიატოვებს. ნახოთ. ვინ რას იზავს, მე აგერ ვარ. ჩემი აუდიტორია აქ არის და თუ ძალიან ვთხოვ, ზუსტად ვიცი რომ გამithვალისწინებთ. ახლა წავედი. მარიკონა ვასაუბრო. და მე შემოგირმენთ. ერთ ცოტა დედა ნახე დალეული. გთხოვ რა ადე. ასე ვსხედვართ, რა ვიცი, რამდენი ხანია და მივირთმევთ რძეს, რომელიც არა და არ დაილია. რამდენი საათი ვიჯდებით კიდევ ასე ვერ გეტყვით. სახამოს გაგაკეფინებ. გაებზადეთ ჩემთან ერთად თურქეთში წასასვლელად. ვაიმე დედა როგორ მაგიჟებს ეგ ფრაზები ხო? ვებზადე. რა ვებზადე ახლა ჩავალაგებ და აეროპორტამდე გაგაცილებთ. ხალხო ისე დამიყენებ ჩუ. ზუსტად არ ვიცი რა ქვია, მაგრამ ცხადია მიხდება ხო?